წეღან იმდენი ვილაპარაკე, თურმე არ ჩამირთია ვიდეო და ეხლა სტუმრები რომ მოგვიყვნენ, იმათ ავუხსნი. ვახ, ვინები მოსულან. წვიმა წამოვიდა, ესენი უნდა შევალაგოთ ჩქარა იოანე. როგორ ხართ? გიღებთ ხომ შეიძლება რომ გადაგიღოთ? ვახ. წეღან კეთილი იყოს თქვენი ფეხი მართლა, წეღან იქ ვიდეოში ვითომ ვილაპარაკე სადრა როგორ იყო და არ იყო ჩართული თურმე და ეხლა მოდი შენ აგიხსნით ან და თქვენ აგიხსნით. და ვიდეოშიც ჩაიწერე, ხო, მაგარი. ეს კიბები მე ენა არის აქ. ნაშას გაუმარჯოს. როგორ დამდები? მადლობა კარგი. აჰა. ეხლა ვაკეთებ ამბიონს. ხო. ეს ამბიონი კეთდება ეხლა აქ ამაღლებული. აქ გაკეთდება აგურები, აქეთ მხარეს. აი ესეთი აგურებით, ქართული ძველი აგურით. აქ არის ქვევრები. აქ 3 ცალი ქვევრია. ერთი აქ არის და ერთი აქ არის ხულიო. თავის ქალა, ბავშვის თავის ქალა, აი ეხლა ქვა დავადეთ. ნახე, ბავშვი იყო ამ მიმართულებით ჩამარხული რა. ესე და ესე დავდეთ ახლა ეგ ქვა. და საინტერესო რა არის, იცი? კბილებიც კი არ ქონდა ამ ბავშვს. სავარაუდოდ ძალიან თოთო იყო რა. ხო. ერთი სინჯი ავიღე თავის ქალის და შეგვიძლია ექსპერტიზაზე გავაგზავნოთ, თუ საჭირო გახდა. იმისათვის თუ ეპისკოპოსს ან ვინმეს დააინტერესებს ეს ეკლესია, ამ ეკლესიისთვის შეიწირა თუ არა ბავშვი. ხო. აი შეგვიძლია ვნახოთ. გავაკეთოთ. ეხლა აქეთ ვინ? მაგითი დადგინდება ეს ბავშვი რამხელა იყო. არა, შეწირულის თემა. შეწირულის თემა სავარაუდოდ დამტკიცდება მაგით, იმიტომ რომ ბავშვებს ეკლესიაში თან მით უმეტეს ხო, ეკლესიაში წირავდნენ ცოცხლად. ეს ქრისტეს შობამდე. მერე ქრისტეს შობის მერე თანდათან შეიცვალა და ბავშვებს როგორც მე ვიცი რა, აღარ კლავდნენ, ცოცხლად აღარ მარხავდნენ, იმ ჩხილებს აჭრიდნენ და თმეებს აჭრიდნენ და იმას აყოლებდნენ. მაგრამ ქრისტეს შობამდე ეკლესიები არ შენდებოდა, კაცო. სადაც საკულტო ადგილები იყო, იქ წირავდნენ ბავშვებს. ხო და მერე ნახე რაღაც შემთხვევაში კარგახანი მოუნდა რომ ეს ტრადიცია ალაგებულიყო რა. აქ რა მოხდა? იოანე, რატო გადააგდე დედიკო, ეს ხო ჩვენ ვიპოვეთ აქ. აქ იყოს ეს. ხო და ესე იგი ეკლესიაში უნდა ყოფილიყო გოგო აუცილებლად 7 წლამდე და ციხესიმაგრებს რო აშენებდნენ, ციხესიმაგრების კედელში ბიჭებს აყოლებდნენ. ბიჭებს. აი არ ვიცი რა, ეს იყო რაღაც სადისტური რა და ამაზე ლიტერატურული ნაწერიც არსებობს. თავის შვილს ეუბნება, თავის დედა რო შვილს ესაუბრება, რო აყოლებენ იმ მომენტში. რა ქვია მაგ ნაწარმოებს და რაღაც აქ ეხლა ქალი იყო. იმიტომ რომ აქ ვიპოვეთ ფქვილი. ხო, ნახე. ეს ეხლა უკვე დამტრეული არის ეს ქოთანი, ქოთანში ფქვილით ატანდნენ ხოლმე, ფქვილს ატანდნენ ქალებს. იმისათვის რომ სული გარდაცვალებულიყო და იმის რა ქვია, სული სამგზავრო გამგზავრებულიყო იმ ქვეყნად, ეს იყო რიტუალი. ფქვილი არის სიმბოლო მიწიერი ნაყოფიერების სულიერი, ანუ მიწის სულიერების რა, ანუ მიწა ხო გვაძლევს საკვებს და საერთოდ ხორბალი
ქრისტიანულ იმაში სფეროში აღიქვება როგორც სიცოცხლის ნიშანი რა. სულიერი ნაყოფის ნიშანი. და რადგან ფქვილს აყოლებდნენ ხოლმე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ქალს გააყოლეს მისი სულიერი გარდაცვალებისთვის ეს გზამკვლევი, ხო რა, მიწიერი დამიწება. ანუ მე დამიწებას ვუძახი და ისინი უწოდებდნენ სულიერ გზამკვლევს, ხო? აქეთ კიდე კაცი რო იყო, სადაც კაცი იყო, ხო? აქეთ ძვლები ვნახეთ. ეს ქვები ეხლა გავასწორეთ. ეს გუშინ და ეს დღეს კი. ძალიან რთული ის იყო, სხვათა შორის პროცესი. რადგან აქ ჩვენ უკვე ეს მიწა ჩვენ ეხლა ავამაღლეთ ცოტა, მაგრამ აქ იყო გათხრილი იყო და რომ გავთხარეთ, არ ვიცი, შემთხვევით მოვხვდით აი ამ ბავშვის თავთან რა. აი ბავშვის თავი აქ არის. ზუსტად აი ამის შუაში. ხო და ძალიან ისეთი თავი ქონდა რა, დაჟე დაღუნული იყო ეს თავი, იმიტომ რომ ეტყობა მიწამ დაღუნა რა, მის ძვალი ხო არ არის, მყარი მაგ დროს და დაღუნა. ხო. რაც შეეხება ეხლა ამ ქვევრებსაც ლამაზად გავაკეთებთ. სხვა აქ ვერაფერი ვერ ვნახეთ, იქით არ გაგვითხრია, უკვე აღარაფერი აღარ მოვკიდეთ ხელი. აქ ბავშვი რო ვნახეთ, აქ ესე ქვით მოვნიშნეთ და აქეთაც ეს ამას რო ვასწორებდით, დაჟე აი ეს რო გადმოვწიეთ აქეთ, ხო? ეს თავის ქალაიდო ზედვე. ზედედო თავის ქალს, ხო? მიწაც არ ეყარა. მერე ის თავის ქალის ძვლები კიდე აქეთაც იყო. ქვები იყო, ზედ იყო დაყრილი, არ ვიცი რა გააკეთეს, ვინც გაქურდა. ხო, სავარაუდოდ ოჯახია. და მე იცი რა ვკითხე იმას. ეს ჩააყოლეს მეთქი და ცოცხლად არ ჩაუყოლებიათ ოღონდ. შეწირეს, მაგრამ აბა ცოცხლად მოკლეს მანამდე, არ ვიცი როგორ მოკლეს, არ ვიცი. მოკლედ, აბა დაიმშვიდობეთ ახლა. წამო იქით გავიდეთ, დღეს გავაკე, ხო, ბედნიერად კარგი იყო, მაგრამ ახლა გაჩვენებთ კიდე. დღეს რა გავაკეთეთ აქეთ და თან გავთიშა. ეხლა ესენი დავალაგეთ თითქოს, აქ გავასუფთავეთ, მოვასწორეთ გუშინ, ეს მაგიდასავით დავდეთ, რაღაც ქვა ვიპოვეთ და ამოვათრიეთ და მოკლედ ვაკეთებთ აქ დასაჯდომს რა. შვენია. ხო.